ამ ვიდეოში ნახავთ 9 ჯვარზე მოგზაურობას, რომელიც ქუთაისიდან დავიწყეთ. ვისაც ქუთაისი გიყვართ და გელათის ქუჩა გიყვართ და ქუთაისის ყველა უბანი გიყვართ, ქუთაისური ცუცქი. გავჩერდით ტყიბულში, სადაც მიტოვებული საავადმყოფო და ჩემი წარსული გავიხსენეთ. ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომელიც არ დამიდია, გადავიღე აქ და ვეძებდი სულებს. გავჩერდით და სიმინდით დავაგემოვნეთ. და დიდი სიმინდები და ხუთიდან იყოს. გზაში ბევრ სისულელეებზე ვილაპარაკეთ. მე ხო მელო ვარ. იმას არ უყურებ? კაკოს ვიდეოს. მე ხო მელო ვარ. ტესტოსტერონით არა. მე ხო მელო ვარ. დოფამინით ახსავსე კაცი. მე ხო მელო ვარ. მელოსტერონით აღჭურვილი კაცი. მელოსინით. გაჩვენდი. მივედით ისეთ ადგილზე, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. მაგარი ადგილები გვაქვს საქართველოში და ვერ ვაფასებთ. და ამდენი ხანი რო არ ვიყავი აქ ამოსული სირცხვილია. აი შეხედეთ რა. უკან დაბრუნებულებმა ტყიბულში ხინკალი გავსიჯეთ, რომლის შეფასებასაც ვიდეოს ბოლოში ნახავთ. ეხლა კი მადლობა ყველას, რომ იყურებთ. თხოვნა იქნება, რომ ეხა გამოიწეროთ ჩემი არხი და წავედით. გაუმარჯოს კაი ხალხს. წასვლას ვაპირებ 9 ჯვარზე. არ ვარ ნამყოფი. იქიც არ ვიცი სადაა. ხო და ამ ვიდეოს ვიწყებ ჩვენიერი ადგილიდან, ქუთაისის ცენტრიდან. რომ მიყვარს ქუთაისი ყველა მიცით, ამიტომ დავიწყებთ ქუთაისის ცენტრიდან. მაინტერესებდა სულ 9 ჯვარზე ასვლა, ხო და დღეს ჩავარდა მომენტი იმნაირი, რომ ორივე თავისუფალი ვართ, მეც და ჩემი ოპერატორიც და ასე რომ წავალთა გზაში ნენელა ყველაფერს გაჩვენებთ და შემოგეხმიანებით ყველაფერს. წავედით. აი, გელათის ქუჩა. ვისაც ქუთაისი გიყვართ და გელათის ქუჩა გიყვართ და ქუთაისის ყველა უბანი გიყვართ, აი, ქუთაისური ცუცქი. აი, ქუთაისის ანძა. რატომ? ჯობია ყველას. რითი არის ახლა თბილისის ანძაზე ნაკლები ეს ქუთაისის ანძა. აი, ვიცი ერთი. ახლა ჩართი. ანძა. ავედით. ახდება ლუად თუიჩი აქ. რეკლამა რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა, მაგრამ აქან დავდივართ ხოლმე ლობიანი საკითხად, მაგრამ მე кайხანია ლობიანი ანუჭამი, აი იმ ვიდეოს მე იქ სათევზაოდ რომ მივდიოდით და რამეთ მაგის მე ლობიანი აღარ მიჭამი აქაური. გზად ყოველთვის ვაჯერებ აქანა რომ მოვდივარ. იმიტომ რაღაცნაირი ადგილი, იმნაირი ადგილია რომ იქეთ კიდე მაღაზიები აღარა გზაში და ქუთაისიდან გამოსული აქ თუ გაჩერდები აქ ყველაზე კაი ადგილი, ოპტიმალური ადგილია, მე ასე ვფიქრობ რა. რა ხდება ახლა? ლობიანი არ ვიყიდე. იმის გამო რომ მაგარი რაღაცა მომაფიქრდა. ტყიბულში რო ჩავალ და საერთოდ ახ რამეს რო გადავიღებთ, ნებისმიერ ქალაქში, რა ვიცი, სოფელი იქნება თუ რაღაცა, ვეცდებით. რამე დაწესებულება შევიდეთ და ვჭამოთ ხინკალი რა. იმიტომ რომ საქართველო არის ხინკლის ქვეყანა. ხო და ხინკალი თუ კაი არის, ანუ სხვა რამეებსაც კაის გააკეთებენ სავარაუდოდ, რა ვიცი. ქალაქებში სადაც ჩავალ და გავივლი ხინკალი უნდა გავსინჯოთ რა. თან მიყვარს ხინკალი. თენს ხო გიყვარს ხინკალი? აი, კაიდი არის, ამიტომ აი მარტო წვენი ვიყიდეთ და წავედით. ჩამოვედით ტყიბულში. გზა არის ცოტა მიხვეულ-მოხვეული და აბრუ დაგვახვია, მაგრამ არა უშავს. აქ რომ მოვედი გამახსენდა, მიტოვებული საავადმყოფო იყო და ბოუში რო ვიყავი, მაშინაც ვიდეოების გადაღება რაღაც აქეთ-იქით ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომელიც არ დამიდია, გადავიღე აქ და ვეძებდი სულებს. რატო ვეძებდი, არ ვიცი. თან ახალი მიტოვებული იყო და ეს ნემსები, წამლები, ყველაფერი ეყარა შეგნით რა. ახაც შეიძლება ისე შესვლა. იმნაირ შენობებში ვართ, ნასიარულები ლუად, შეიძლება ის შესვლა იქანა. შევიდეთ შიგნით თუ დაგვაგვიანდება. ვიდეთ ჯობია. კაი, წევიდით ახლა ქალაქში. გამოვედით ტყიბულში. ხო და ხალხი არ არის. ალბათ დასვენებთ ტყე რო არის, მაგიტო ყველა სახში. ხო? ხოთა შორის ეს ბინები გაუკეთებიათ. ლამაზათა.
რანაირი არიცი ერთ ოთახიანს რო კარგად არემონტებ რა. ამნაირ ხედზე ახლა შვეიცარიაში რო იყო იტყოდი, ვა, რა მაგარია. თებს ქვემოთავარ და მთას უყურებ, შეხედრა ლამაზი. ახლა ტყიბულში რო ხარ, რატო არა, კაი მაგალითად. ცოტა უფრო მეტი გასაქანი რო იყოს, კაი იქნებოდა ბუნება ძალიან ლამაზია. პოლიცია ქუთაისელებს პოლიციელები არ გვეყვარს. იქედან რო წამოვალთ, მე გევიაროთ ქალაქში და ნახოთ რამ სახინკლია, ხინკალი რო კეთებოდეს ადმე. გავჩერდით აგერ პერევალზე, აჭებებს საკრება. ძახს. ბაბუ. პრინციპში გავჩერდით სიმინდის გულისთვის. სიმინდი არის. არა ვიგიცინები და ხუთილარი ის. Алло. Всё, სიმი შეჭამ. უსკო. სიმის რა ფერ შეჭამ. 5 ლარი ღირს ეს სიმინდი, მაგრამ კაი დიდი ტარო არის რა. და ვისაც გიყვართ სიმინდი, აქეთ რომ მოდიხართ რაჭისკენ, ამ პერევალზე, სადღაც მიახლოებით შუაში, აგერ ბაბუ არის, ყიდის, მაგის გარდა რაღაც სამაჯურებს ყიდის, ჯვრები, რაღაც საყურეები, ყველაფერი. კაი, წევედით. ყოველთვის როცა რაჭაში მოვდივარ, ამ ადგილზე ვჩერდები. შეხედეთ რა. ესე თქვით კამერა ვერ აღიქვავს იმნაირი სილამაზე არის რა, ძალიან ლამაზი ადგილია. მე მგონი გამოვცდით გადასახვევს 9 ჯვარისას, მაგრამ ამ ადგილისთვის მოვდიოდით, აქედან გადახედვა მინდოდა და ხტაბრუნდებით უკან. აი, ეხედე რა მაგარია. ები. აუ, რა მაგარი არის. ძალიან ლამაზი ადგილი არის რა. და იმნაირი მთები არის და კლდეები საქართველოში არ გეგონება თავი რა, რაღაც სხვანაირი არის. და აი აქეთ ხარეს. შეხედე სხვანაირი მწვანე ხეები არის რა. აი ხეები არის რა, ისეთ რაღაც უცნაურად მწვანე არის. ამნაირი ადგილი რო ნანახი არ გექნება ამხნის ადამიანს რა. თან ძალიან შორსაც არა ქუთაისიდან. მალე შეიძლება მოსვლა და უეჭველი უნდა გქონოდა ნანახი. ქართველებთან ერთად ტურისტებიც არიან, ძალიან ბევრია. რა ფერ უცებ შეიცვალა. უბედური სიცხე იყო და ახლა არის, რა ვიცი. ძალიან სიცივი არის, მივიყინე. არ ველოდებოდით, რომ ამნაირი სიცივე იქნებოდა, ხო? მე მგონი ზემოთ რო ავდივართ, პროცენტულობა აირის იკლებს სავარაუდოდ და ძალიან მალე დავიღალე. არა და არ ვიღლები ასე მალე. ყველგან არის მინიშნებებ თუ სადმე გადასახვევი არის და გზა ორად იყოფა, ყველგან ნაწერია რომ 9 ჯვარი აქეთა. ერთი სიტყვით გზა იმნაირი არის რომ არ მოიწყენ რა. ძალიან ბუნებაში მიდიხარ. აი ჩვენც უნდა წამოგვეღო ბახილები. მეც რამაც და ეს არის. გალაცი. შორი არის კიდე? ერთი ნახევარი საათი მაგრამ ღირს მისვლა. ვა. ძალიან მაღალია, მაგრამ 300 მეტრი იქნება, მაგრამ მაღმართია და შოზე მოგეჩვენა შეიძლება. აჰა, მადლობა. 300 მეტრზე მეტი არ იქნება. მადლობა, კარგად. მე ხო მელო ვარ. იმას არ უყურებ? კაკოს ვიდეოს. მე ხო მელო ვარ. ტესტოსტერონით არა. მე ხო მელო ვარ. დოფამინით ახსავსე კაცი. მე ხო მელო ვარ. მელოსტერონით აღჭურვილი კაცი. მელოფილით. გაჩუმდი. მე უღადაობთ რა კაკოს მოკითხვა აქედან, ჩემგან. წავედით ახლა. ვიცოდი ამნაირი გზა რო იქნებოდა და აი, მაგიტომაც ვია ყველგან მავლები. დავით.
აქ ეს ბახილებით რო დადის ხალხი რა იცოდნენ ამნაირი ადგილი რო იქნებოდა ტალახი თუ რა ხდება თუ რატო ვიყავით ასე მომზადებლები გევიხსენით ხვირში მინდა გითხრათ მეგობრებო რომ საკმაოდ დამღლელი გზა არის შორი არ არის მაგრამ აღმართი რო არის სრიალობ თან მაგის გამო ჩანს ასეთ თუ არა ისე დიდი არ არის მაგრამ დამღლელი არის აი რატო ქუთაისში ბალახნის კიბეები იმდენი მაგნას რომ ეს რა კიბეები არის ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს ეს საცობია აი ბასოვიკი ძალიან ბევრი ხალხი არის და ულამაზესი ადგილი ცოტა გზაკია რთული მაგრამ ნამდვილად ღირდა აქანა ამოსვლათ იმიტომ ძალიან ულამაზესი ადგილი არის ყველას გირჩევთ ამოხვიდეთ მაგარი ადგილები გვაქვს საქართველოში და ვერ ვაფასებთ და ამდენი ხანი რო არ ვიყავი აქ ამოსული სირცხვილი არის აი შეხედეთ რა მოდი ეკლესიაში შევიდეთ. აქ რო ამოვდივართ, არის პატარა ეკლესია. სანთლები იყიდება. შეგიძლიათ რამდენიც გაქვს და რამდენიც გინდა ჩააგდო და აიღო სანთელი და დაამტო. უძან მაგრესი ადგილია. აი. ყველა მხარეს ლამაზი არის აქაურობა. აქ გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ, დაგვაინტერესა ისტორიამ და ვინც არ იცოდით, ნამდვილი ქართული ისტორია ამ ადგილს ლეგენდასავით არის, რომ დედას ყავდა 9 შვილი და 9-ვე დაიღუპა ომში. და ერთი რო დაიღუპებოდა, ამოქონდა ერთი ჯვარი, მეორე დაიღუპებოდა მეორე და ასე. 9-ვე შვილი დაიღუპა და ამოიტანა 9 ჯვარი აი ამ ადგილზე თავისთვის მარტო. ეს არის როგორც ლეგენდა. ასე გავიგეთ ჩვენ. და როგორც ყველა ქართული ლეგენდა, შეიძლება რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი ასე. რაფერად შევატყვე, სავარაუდოდ ეს ჯვრები ამოაქვთ სოფლებიდან, შეიძლება გვარებმა ამოიტანონ და აქ ტოვებენ. აქ დავინახე კიდე აი გუმათი ანსაბლი სა, დავედით. რო ამოვდიოდით, ისე ჩადიოდა აქ ხალხი. მეგონა აი ბაწარს უნდა მოკიდო და ჩასრიალდე და რაღაცა და რა. არ ჩანს მაგნაირი, იმედია არ ამოვყირავდები ახლა. ხეებს არ უნდა ბიჯო ფეხი, იმიტომ სრიალობს. ფოთლები სრიალობს, მაგრამ ხეები უფრო სრიალები არის. მე მეორეში ვსწავლობ, ხო? არა, 21-ში. აბა მეორე სკოლა სადო მახსოვარ შენ? მე ვიცი მე, იმიტომ რომ არ გიყვარდი. ნო, ეგეც არის. დასალე მაგი. ჩამოსვლა უფრო ადვილი არის, მაგრამ სველი რო არის ის რეალობს ფეხები და შეიძლება ჰოპ, ნანინა, ჰოპ, ნანინა. ხო? კი. ნუ თხილად იყავით წვიმიან ამინჩი და თუ სველი არის და ტალახი, იმიტომ ხეები ყველაფერი ძალიან ფოთლები აყვეგან და სრიალობს და. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ და ვინც უკავშირს გამოხატავთ რა. მნიშვნელოვანი არის მაგი და ზოგმა არ იცის და ისე უცებ უყურებს და რა იქნება რომ დააჭირო ხელი გამოწერას და ლაიქსაც მიარტყა და 1-2 კომენტარის და ისე ბევრს ვითხოვ. ხო, всё, კაი. აღარ ქნათ, კაი. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მადლობა ყველას, ვინც გაითვალისწინა ეს ჩემი თხოვნა. ახლა კი წავედით. აი, დაზიანებული არის კიბეები. თესლა აგზალულია, ვაწერია.
ის კიბეები თურმე აქედანაა ასასვლელი. თითქოს ჩამოვედით, აქედან უფრო მარტივი იქნებოდა ასვლა, მაგრამ დაზიანებულია და უფრო მოკლეც იქნებოდა, იმიტომ პირდაპირ ავიდოთ და ასე ძალიან ტყე-ტყე ვიარეთ რა. თითქმის ჩამოვედით. მოვიდით სადღაც 15 წუთი ალბათ მიახლოებით. აი, რანაირი ხრამებია, იცი? აი, ეს არის და ამის იქეთ რომ პირდაპირ მოწყვეტილი და ძალიან დიდი სიმაღლე რო არის, აი ესეთი ადგილები არის, წვერში დავდგებოდი, ან დავждდებოდი. თუ შესაძლებელი საიდან მე. ამოვედით. ცოტა ინდუ. აუ, რა მაგარია. აი, იქ არის ხალხი და მანქანები. ой, ცოტა შიში ვიგზენი რა. ხო გითხარი, ლოად რომ მაგარი ადგილია თქო. აქ არის როგორ იცი, ეს ქვები არის დაცალკავებული. აქ სილებია ჩაყრილი, რომ მე მგონი არ გადავარდეს და აქ რო არ გავიდე, ჩემი გამომწერები იტყვიან, რომ შეეშინდაო და მე კიდე არ მეშინი არაფრის. აი, ძმობას გაგწევ ხა, ხედავ ეს? ველო. ხო. აი, ძმობას გამოდი ვიტო. ვოუ, ძალიან მაგარია. გამო რა. აი, ძალიან გამოშ. აქ შეხ ბეტონია დასხონდრისთვის არ ვიცი, მაგრამ აქ ახა პატარა სახლი, აი აქ და აი ამ ხედზე. დილას რო იღვიძებ და აი ეს ხედი რო ხდება რა. მაგარი იქნება. კაი, ყიბულში წავედით. ჩამოვედით აგერ ყიბულში და როგორაც შევთანხმდით, სახინგლე გვინდა ხოლა. ჯერ Google-ს ვკითხოთ, მაგ ყველაფერი. თუ არ გვეტყვის არაფერს, მერე ქალაქში გევიაროთ და ვინმე ვკითხოთ. რესტორანის სახინგლე. მინდა იმნაირი რომ პირდაპირ მივიდე მაპით. ხოდ თან ისენიც ვნახოთ. რას ამბობს ხალხი ამ ყველაფერზე. მიმოხილვები. Very nice food service and price. დიდი რეკომენდაცია. მოდი აბა nice food. კიდე რაებია? მეტი მიმოხილვა არა, very nice, სულ უცხოელებს აქვს. very good. ო, არის ტურისტული ადგილი გამოდის. 2 წუთში 1 კილომეტრია, ვენო. ცენტრში მოვედით. სადღაც ახლოსია. აქ იმედია პარკინგი არაა, ხო? ყიბულ პარკინგი. აქ არის ნაძვები. ქალაქის ცენტრში. ქოთნის ლობიოა, ხინკალი, პიცა. აუ, იმეზარება ისე იქანა წასვლა. მე მგონი ესაა. აწონებულა? სავარაუდოდ კი. არა, ლამაზია, პატარა კოხტა. ყიბული. სახინკლე მე მგონი აქეთ უნდა იყოს ის რაც მოგვასწავლენ. კი, მე მგონი ეს უნდა იყოს. კი. სუნი თუ იმშელებთ, კი, მოვედით. გამარჯობა. აქედან არის შესაძლებელი და. კი ვნახეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი არის შიგნით და რანაირი სიტუაცია იცი? ნამდვილი ქართული ასე. კაი სიტუაცია რა, დალევა მიმდინარეობს და ცალკე კუპე აქ თუ არა არ ვიცი და ძალიან ბევრი ხალხი არის და ჟრიამული არის და გაგიმარჯოთ აქედან მოკითხვა ჩემგან ყველას და მრავალ კაითრებს და ეს არის ხო და აგერ პატარა რომ მოვდიოდით დევინახი და ნაძვები აწერია, ყველაფერი არის, ხინკალიც არის, წვადიც არის, ჩაშუშულიც არის, ყველაფერი არის. ხო და წევით ახლა და მოდი აქ მივიდეთ და შვიდად, რად თუ არის სიმშვიდე, გარედან სიმშვიდე ჩანს. შევიდეთ შიგნით და რაც გვაქვს გეგმაში ხინკალი, იგი დავაგემოვნოთ ყიბულში. წავით. ძალიან მალე მოვიდა ხინკალი და თანამშრომლები ძალიან კაი ხალხი არიან, კარგი შთაბეჭდილება დადავენ, ყველაფერში მოგვეხმარენ, ადგილიც მოგვინახენ, შესაძლოა შვიდაც ყნარად დამჯდარიყავით ჩვენთვის. ხინკალი ახლა როგორც გითხარით, ხინკლით შეიძლება გაგება ესა თუ ის დაწესებულება, რაფერ აკეთებს დანარჩენ ყველაფერს. ხინკალი თუ გაია, ესე იგი ყველაფერი გაი იქნება ჩემი აზრით. სომი ქელი არის, მაგრამ სრიალა. ხინკლის სომი როგორიც უნდა იყოს იმნაირია. გავსინჯოთ აბა.
სომი კაი არის. თავარი არის წვენი ახლა. თუ აქ წვენი შეგნით და აი რამდენი წვენი არის შეგნით. სასია თითქმის ნახევარზე მეტი. წვენი აქ უკვე კაია. ახლა გემოვნახოთ. ცოტა განაირია იცი? მე ვფიქრობ რაღაცა აკლია თქო. და რაღაცა აქ მე წვანილების გემო აქ უფრო მეტად. წვენს არა აქ მარილი თქო, ნუ ინტენსიური გემო არა აქ რა. ნუ ერთიანობაში ცუდი არ არის რა. ზოგი ხინკალს უშვება ბევრ ციცაკას. იმის გამო რომ რაღაც გემო დაფაროს რაღაცის ან ხორცი არ ვარგა ან რაღაც არნაი რა ვიცი. მაგრამ აქ ჩვენიერი არის. ხორცი ნორმალური არის. ოდნავ ბევრი მწვანილი აქვს ჩემთვის, იმიტომ მწვანილების გემოზე არის წასული რა. საერთო ჯამში არა უშავს კაი არის. აი ეს ხინკალი ღირს ლარი და 40. გადიპოვი კიდე ლარი და 40-ად ხინკალს. ან გაძვირებულია. მე მახსოვს იყო 30 თეთრი ღერდა ხინკალი. ქუთაისში და გარადოქში ვინც არის ნამყოფი გარადოქში ღირდა 50. მე 60 გახდა და რა ამბავი არის თქო ასე ვიძახოდი. ეს ხინკალი ნორმალური არის. ახლა ამაზე უკეთესი ხინკალიც მიჭამია და ამაზე უარესი ხინკალიც მიჭამია სხვათა შორის. არა, წვენი ბევრი აქვს და აი ამ ხინკალს დაუწერდი 10-დან სადღაც 6 რა. ნუ არც ცუდია რომ ისეთი იყოს და არც ისეთია რომ გადამრიე და კაი იყოს, მაგრამ ნორმალური არის რა. ჩემი რეკომენდაცია ასეთი არის. მოხვათ შეჭამთ, არ მოგხვდებით. რაც თავარია შტაბეჭდილებას ტოვებს რომ სუფთათაა გაკეთებული და ყველაფერი როჭამ არ გაქვს იმის შტაბეჭდილება რომ რამე ისე არის რა. ახლა ამას მე და ლუადა მივხედავთ. გამანები ახ თავი და მოდი და ჭამე. არც მიიქრა, ანუ წებოდა რამე არა აქვს რა. დღეს ამ ქალაქში იყო რავი, მშვენივრად მივირთვით. ქალაქის ხინკალიც გავტესტეთ. ნორმალური გამოდგა. ადგილი, ხალხი, თვითონ სიტუაცია არის ყველგან სმა არის ახლა კი, მაგრამ თვითონ მომსახურე პერსონალი ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი არის. რაც შეეხება ფასს, გადავიხადე 32 ლარი, რაც რა ვიცი ახლა 20 ხინკალი, წყალი და კოკა-კოლა რა. შვენიერი ფასი არის. მოდი ახლა დაგემშვიდობებით. მადლობა ყველას, ვინც მეყურებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.